სარჯველაძე დღეს მედიასთან მას შემდეგ გამოჩნდა, რაც სახელმწიფოს ნარკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელის ლევან ჩაკვეტაძის თანამდებობიდან გაშვების საკითხი პირველებმა გავაშუქეთ. მინისტრი ამტკიცებს, რომ მას თვენახევრით ადრე ჰქონდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩაკვეტაძე პოსტს ტოვებდა, თუმცა სარჯველაძე განმარტავს, რომ სწორედ მისი თხოვნის საფუძველზე დარჩა თანამდებობაზე. ჩაკვეტაძე იქამდე, სანამ ახალი რეფორმის პირველი ეტაპი დასრულდებოდა. მინისტრი განმარტავს, რომ ეს რეფორმის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა, სწორედ ამიტომ ის იძულებული გახდა, რომ მისი დაპირება შეესრულებინა და დათანხმდა იმ ფაქტს, რომ ჩაკვეტაძეს თანამდებობა დაეტოვებინა. მიხეილ სარჯველაძე ამტკიცებს, რომ ჩაკვეტაძემ განცხადება საკუთარი ნებით დაწერა და თანამდებობა სწორედ ასე დატოვა. ბევრი კითხვა არსებობდა იმასთან დაკავშირებით, ვის მიაწოდა ჩაკვეტაძემ ინფორმაცია თანამდებობიდან წასვლის შესახებ და იყო თუ არა ჯანდაცვის მინისტრსა და ჩაკვეტაძეს შორის განსხვავებული პოზიციები ახალ რეფორმასთან დაკავშირებით, თუმცა მიხეილ სარჯველაძე ამბობს და ამტკიცებს, რომ პოზიციები ჩაკვეტაძესა და მას შორის იყო ყოველთვის თანხვედრაში, ისინი ერთნაირად მოქმედებდნენ, ერთნაირად ჯერდებოდნენ პოზიციებზე და არანაირი განსხვავებული პოზიცია მასსა და ჩაკვეტაძეს შორის აღნიშნულ ახალ რეფორმასთან დაკავშირებით არ ყოფილა. სამწუხაროდ მან მიიღო გადაწყვეტილება დაკავებული თანამდებობიდან წასვლის შესახებ. სიმართლე რომ გითხრათ, ეს ცოტა უფრო ადრინდელი გადაწყვეტილებაა მისი, თუმცა ჩემი თხოვნით, პირადად ჩემი თხოვნით, ის ამ პერიოდის განმავლობაში, ამ ეტაპის დასრულებამდე დარჩა ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე, დასრულდა და რასაკვირველია, მეც მომიწია ჩემი პირობის შესრულება. მის мотиваცია ამასთან დაკავშირებით ზუსტად გამიჭირდება, რა თქმა უნდა, ამის თქმა და არც კორექტული იქნება, რომ ამის თაობაზე მე ვისაუბრო, მაგრამ ბუნებრივია, რომ ეს მისი გადაწყვეტილებაა და ბუნებრივია, რომ ამას პატივი მივაქცია. თუ ეძებთ ინფორმაციას, რომ ის რამენაირად შეიძლება არ ეთანხმებოდა მიმდინარე რეფორმას, ეს რა თქმა უნდა არ შეეფერება სინამდვილეს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ერთად ვისხედით, ერთად გირმოვდით, ერთად ვასრულებდით იმას, რასაც ქვია ეს წარმატებული რეფორმა. ამ დრომდე პასუხგაუცემელი რჩება მთავარი კითხვა, რაც შეეწირა ლევან ჩაკვეტაძის თანამდებობა და პოსტი სწორედ ყველაზე დიდ სახელმწიფო ნარკოლოგიურ ცენტრში. ნარკოლოგები პირდაპირ ამბობენ, რომ ახლა სახელმწიფო ახალი რეფორმისთვის მზად არ არის, რადგან სისტემაში არსებობს უამრავი ხარვეზი. მაგალითად, ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე ამბობს, რომ ყველაზე დიდ ცენტრში არის ტექნიკური ხარვეზები, მაგალითად, საწოლფონდი ცენტრში, ასევე სამედიცინო პერსონალი, სწორედ ამიტომ ფიქრობენ, რომ ახალი რეფორმა ვერ იმუშავებს და სახელმწიფო ამ რეფორმას ვერ გაუმკლავდება. ჩემი აზრით, ალბათ შეეწირა პროგრამების, ასე ვთქვათ, ძალიან წარმატებულად რეფორმას, რასაც ესენი ეძახიან წარმატებულ რეფორმას, იმიტომ რომ აბსოლუტურად მოუმზადებელი გახდა ეს დაწესებულება ამ, ასე ვთქვათ, გამოწვევა, სრულიად მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, აბსოლუტურად გაუმართავი ზოგ ცენტრში საერთოდ ისეთი სიტუაციაა, რომ პაციენტები პრაქტიკულად ხანდახან ვერც იღებენ მედიკამენტს დღის მანძილზე და ფაქტიურად რჩებიან რომელ ექიმზე და ფსიქორეაბილიტაციაზეა საუბარი, როცა საერთოდ ხანდახან ექიმიც არ არის და ფაქტია, რომ ჩვენი დარგი დანგრეულია. იმიტომ რომ ასეთი ცვლილებები ზოგადად სახელმწიფო სტრუქტურაში, რომელიც უნდა განაგებდეს ზოგადად მკურნალობის ნარკოლოგიაში, ზოგად პოლიტიკას, ფაქტიურად არ არსებობს. ეს ყველაფერი მიდის იქეთკენ, რომ ალბათ უნდა დაიხუროს ეს პროგრამები. წინასწარი მოლოდინებით მე ასე ვფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა თუ იქნებოდა ორივე სახის პროგრამები, იმიტომ რომ ადამიანებს ექნებოდათ არჩევანის საშუალება და სად უფრო უკეთესი იქნებოდა მათთვის სერვისის მიღება თვითონვე გადაწყვეტილება. ლევან ჩაკვეტაძე სახელმწიფოს ნარკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელად 2024 წლის 24 დეკემბერს დაინიშნა. აღნიშნულ პოსტზე მან სულ რამდენიმე თვე გაატარა და თანამდებობა იმ დროს დატოვა, როდესაც ახალი რეფორმების შემუშავება მიმდინარეობდა. ბუნებრივია, ჩვენ დილიდან ვცდილობთ ლევან ჩაკვეტაძესთან დაკავშირებას იმისთვის, რომ დაუსვათ კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა გახდა მისი პოსტიდან წასვლის მიზეზი, თუმცა ის პირველების სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.